მოდით, გულზე ხელის დადებით ვთქვათ. ქართველი იქნება დაღესტნელი თუ სხვა, ჩვენს კავკასიურ მენტალიტეტში სიტყვას ფასი აქვს. ხაბიბი კი წლების განმავლობაში რას გვეუბნებოდა? ჩვენ ერთიანი ვართ. დაღესტნელები არასდროს ნებდებიან. ჩემი ხალხი, ჩემი მოტივაციაო. გვახსოვს, როგორ ემოციურად საუბრობდა თავის ფესვებზე, წინაპრებზე, იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, ავარელი ხარ, ლაკი თუ დარგინელი, თავარია რომ დაღესტნელი ხარ. ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერდა, თითქოს მთასავით მყარი კაცი გველაპარაკებოდა. მაგრამ აი, დადგა ის მომენტი, როცა ეს მთა უნდა გამოჩენილიყო. ხალხს სახლები დაენგრა, წყალმა ყველაფერი წაიღო. ადამიანები უბედურებაში არიან და რას ვხედავთ ხაბიბის გვერდებზე? ყველაფერს გარდა საკუთარი სამშობლოს ტკივილისა. იცით რა მიგვიჩს? როცა ადამიანს მილიონობით გამომწერი ხავს, ერთი პოსტი, ერთი სიტყვაც კი გამაგრდით თქვენთან ვარო, უკვე დიდი საქმეა. მაგრამ არა, დუმილია სრული. გულშემატკივრები უკვე პირდაპირ წერენ. კაცო, რა ხდება? ინსტაგრამზე ორი სიტყვის დაწერა ასეთი ძნელია? თუ აღარ გედარდება ის ხალხი, ვინც შენს გამარჯვებებზე ღამეებს ათენებდა? ნუ თუ მართლა ასეა, რომ როგორც კი დიდი ფული და დიდება მოდის, ის ერთობა და ძმობა მხოლოდ ლამას სადღერგრძელოებად რჩება? ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი. უცებ გავრცელდა ხმები, თითქოს ხაბიბი ეხმარება. ოღონდ ჩუმად, აფიშირების გარეშე. ვიღაცამ რაღაც ციტატაც კი დაწერა, ვითომ ხაბიბმა ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მეც დავინტერესდი, იქნებ მართლა ასეა, იქნებ კაცი მართლა ჩუმად აკეთებს სიკეთეს. მთელი ინტერნეტი გადავქეხე, ყველა ოფიციალური წყარო ვნახე, ნეიროქსელებიც კი ჩავრთე საქმეში, რომ რაიმე კვალი მეპოვა. და იცით რა აღმოვაჩინე? არაფერი. საერთოდ არაფერი. არც ერთი ვიდეო, არც ერთი სკრინშოტი, არც ერთი დადასტურებული ფაქტი. მხოლოდ მარცხენა YouTube არხები დებენ ვიდეოებს, სადაც არანაირი მტკიცებულება არ არის. უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვებია, რომლებსაც ხალხი პროვიდენსისთვის იყენებს, რომ ნახვები დააგროვონ. ჩვენ ხომ ვიცით ხაბიბი, კაცი, რომელიც ყველა დიდ თემაზე PR-ს იკეთებდა, ახლა უცებ უხილავი ანგელოზი გახდა. ცოტა საეჭვო არ გონიათ? მაშინ როცა ჩიმაევმა ან სარუკიანმა დახმარება გაგზავნეს, ეს ყველამ გაიგო. არა იმიტომ, რომ თავი გამოიჩინეს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბის ამბავს ვერ დამალავ. ხაბიბის შემთხვევაში კი მხოლოდ სიცარიელეა. ხომ შემეძლო მეთქვა, რომ ალბათ ეხმარება და არ ამბობს მეთქი, მაგრამ ლოგიკა სად არის? თუ მართლა გინდა დაეხმარო შენს ხალხს, შენ რესურს გამოიყენებ, თანხის შეგროვებას გამოაცხადებ, ხალხს მოუწოდებ, ეს 1000-ჯერ უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე სადღაც კუთხეში ჩუმად რაღაცის გადარიცხვა, რაც საერთოდ არ დასტურდება. მაგრამ ამის ნაცვლად რას ვხედავთ მის გვერდზე? ვარჯიშები, მოგზაურობა, გართობა და რაღაც საეჭვო ენერგეტიკული სასმელების რეკლამა. აი, ეს არის რეალობა, რომელიც ცოტა არ იყოს გულს გვიმძიმებს. განა ძნელია საკუთარი ხალხისთვის ორი სიტყვის თქმა, თუ დაღესტანი უკვე ისტორიის ნაწილია მისთვის და არა აწმყო. ახლა მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩავთხაროთ, რადგან აქ ჩნდება ყველაზე დიდი კითხვა. სად გაქრა ის ბიჭი, რომელიც ოქტაგონზე დაღესტნური ფაფახით გამოდიოდა? იცით რა არის ყველაზე ირონიული? ხაბიბის ინსტაგრამს თუ გადახედავთ, იქ ყველაფერია. ვარჯიშები, შეხვედრები შეიხებთან, ძვირადღირებული სასტუმროები და ის შხამი, რასაც ენერგეტიკულ სასმელებს ეძახიან. მაგრამ დაღესტანი? დაღესტანი მის პოსტებში ისე გაქრა, თითქოს არც არასდროს არსებულა. მოდით გულახდილად ვისაუბროთ. ჩვენ კავკასიელებს გვიყვარს ჩვენი ფესვების ხაზგასმა, მაგრამ ხაბიბისთვის ფესვები თითქოს ისეთივე ცვალებადი აღმოჩნდა, როგორც ამინდი მთაში. გახსოვთ მისი კარიერის დასაწყისი? ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ის თავიდან უკრაინის დროშის ქვეშ ჩხუბობდა. დიახ, ცხოვრების დიდი ნაწილი პოლტავაში გაატარა. იქ ვარჯიშობდა მამასთან ერთად, იქ სწავლობდა, იქაური მეგობრები და ნათესავები ჰყავს. ამბობდნენ კიდეც, უკრაინის მოქალაქეობის მიღება უნდოდაო. მერე უცებ გაახსენდა, რომ რუსეთის სახელით უნდა ეჩხუბა და გახდა დიდი დაღესტნელი პატრიოტი. მაგრამ როგორც კი შეიხებმა დიდი ფული დაანახეს, ხაბიბი უცებ მათ მედიურ სახებ იქცა. ახლა უკვე არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა. და აი აქ ჩანს მისი ნამდვილი სახე. როცა პალესტინაში ამბები დაიწყო, ხაბიბი პირველივე დღეებიდან ხმამაღლა ყვიროდა, პოსტებს დებდა, ტრამპსაც კი ელაპარაკებოდა. აი როგორ განვიცდიო. არა და იქ ნამყოფიც კი არ არის. სამაგიეროდ, იქ სადაც გაიზარდა, უკრაინაში ომია და კაცი ხმას არ იღებს. იქ სადაც მისი წინაპრების საფლავებია, დაღესტანში, წყალდიდობაა და კაცი ისევ დუმს. რატომ? პასუხი მარტივია და თან ძალიან მწარე.
იმიტომ რომ დაღესტნის ტრაგედიაზე პიარსო ვერ გაიკეთებ. იქიდან დივიდენდებს ვერ მიიღებ. პალესტინაზე საუბარი მოდურია მის გარემოცვაში. შეიხებს ეს მოსწონთ. საკუთარი ხალხის გაჭირვება კი? ეტყობა ეს მის ახალ, გაპრიალებულ იმიჯში აღარ ჯდება. იცით რა მიკვირს? მისი ფანები რომ გამოდიან და მეუბნებიან, ის ჩვენი ძმა, ის რწმენის ერთგულიაო. კაცო, რომელი ძმა? ძმა, რომელმაც სკამ პროექტებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი გამომწერები ფულზე გადააგდო? თუ ის ძმა, რომელიც ახლა ბავშვებს ენერგეტიკულ სასმელებს ასაღებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ალკოჰოლს უფრო დიდი დრო სჭირდება ორგანიზმის დასანგრევად, ვიდრე ამ ქიმიურ ნაგავს, რომელსაც ხაბიბი ასეთი მონდომებით არ ეთლამებს. ყოველ ნაპიჯზე ბავშვები ამას სვავენ, რადგან ხაბიბი სვამს. ეს არის თქვენი სამაგალითო ადამიანი? მამამისი აბდულმანაპი, აი ის მართლა პრინციპების კაცი იყო. იქ მართლა იგრძნობოდა მორალი. ხაბიბის შემთხვევაში კი მხოლოდ ცივი გათვლა და ფულის სუნი დარჩა. ყველაფერი რაც ახლა ხდება, იმის დასტურია, რომ მას უბრალოდ ფეხებზე ყიდია ადამიანების უბედულება. იქნება ეს მაჰაჩყალაში თუ კიევში. მთავარია სამუშაო გაგრძელდეს და დირჰამები ირიცხებოდეს. ახლაც დარწმუნებული ვარ, კომენტარებში შემოვარდნება ლომები და დამიწყებენ წერას. შენ რა გაგიკეთია, შურიან ხარ, ხაბიბი ლეგენდაა. მაგრამ არგუმენტი? არგუმენტი არავის ექნება. იმიტომ რომ ფაქტებს ვერ გაეჩქები. სიმართლე ის არის, რომ ხაბიბმა დიდი ხანია აირჩია ფული და კომფორტი თავისი ხალხის გვერდით დგომის ნაცვლად. მოდით ახლა ყველაზე მთავარზე გადავიდეთ. ბევრს ალბათ გონია, რომ ეს უბრალოდ ვიღაც სპორტსმენის კრიტიკაა. არა, ჩემო მეგობრებო, ეს ბევრად უფრო ღრმა თემაა. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ იბადება და როგორ ყდება ნამდვილი ავტორიტეტი. დაღესტანში ხალხს ახლა ყველაზე მეტად იმედი სჭირდება, იმის განცდა, რომ მარტო არ არიან. და როცა შენი ქვეყნის ყველაზე ცნობილი სახე, შენი ხატი დუმს, ეს უფრო მეტად მტკივა, ვიდრე თავად წყალდიდობა. იცით რა არის ყველაზე დიდი აბსურდი? ხაბიბის ფანები რომ წერენ, ის ჩვენი რწმენის სიმბოლოაო. მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ. რომელი რელიგია ქადაგებს იმას, რომ საკუთარი ხალხის უბედურებაზე თვალები დახუჭო და ამ დროს შხამიანი ენერგეტიკების რეკლამით ჯიბეები გაისქელო? დღეს ყველა კუთხეში მოზარდებს ნახავთ ამ ქილებით ხელში. ეს ხომ ნელი მოქმედების ბომბია. ექიმები ამბობენ, რომ ამ სასმელების რეგულარული მიღება ორგანიზმს უფრო მალე ანგრევს ვიდრე სიგარეტი. და ამას აკეთებს კაცი, რომელიც თითქოს ჯანსაღი ცხოვრების წესის და მორალის მაგალითი უნდა იყოს. სიმართლე ისაა, რომ ხაბიბმა თავისი კარგი კაცის იმიჯი PR მენეჯერების დახმარებით ააგო. ეს არის კარგად შეფუთული პროდუქტი. მამამისი აბდულმანაპი, აი ის მართლა პრინციპების კაცი იყო. იქ მართლა იგრძნობოდა მორალი და ვაჟკაცობა. ამისგან კი რა დარჩა? მხოლოდ ცივი გათვლა. დააკვირდით ფაქტებს. უკრაინაში ცხოვრობდა? კი. ხმა მოიღო? არა. დაღესტანში გაიზარდა? კი. ეხმარება? დუმს. პალესტინაზე კი სადაც ფეხი არ დადუდგამს ყოველ მეორე პოსტს. რატომ? იმიტომ რომ ეს ახლა მის არაბულ პატრონებს სჭირდებათ. იცით მე რა მაინტერესებს? აი ეს ხალხი, ვინც ახლა კომენტარებში დისლაიქებს დამიწერს და ძმას ეძახის. თქვენ მართლა გჯერათ მისი? თუ უბრალოდ გეშინიათ აღიაროთ, რომ თქვენმა კერპმა გაყიდათ. კაცმა, რომელმაც არაერთხელ გადააგდო თავისი აუდიტორია სკამ პროექტებში, ახლა სამშობლოც კი გვერდზე გადადო. სოფლიოში უამრავი სპორტსმენია, ვინც მართლა ღირსეული ადამიანია. ადამიანები, რომლებიც ჩუმად კი არა ხმამაღლად გებიან თავისიანების გვერდით როცა უჭირთ. ხაბიბისთვის კი დაღესტანი მხოლოდ პლატფორმა იყო ასაფრენად. ახლა ის სხვაცაში დაფრინავს, სადაც დოლარები და დირჰამები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაღესტნური სოფლების ტალახი. მოკლედ, ჩემო ხალხო, დაასკვნები თქვენთვის გამომიტანია. მე აქ არავის ლანძღვას არ ვაპირებ, უბრალოდ ფაქტები დაგიდეთ. როცა სიტყვა საქმეს სცილდება, იქ თავდება კაცობა და იწყება ბიზნესი. ხაბიბმა თავისი არჩევანი გააკეთა. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? ოღონდ გთხოვთ, არგუმენტებით მესაუბრეთ და არა ცარიელ ლოზუნგებით. მართლა გაუგებარია, რატომ დუმს კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო უსმენს. აბა თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე. იმედია შემდეგი ვიდეო უფრო პოზიტიურ თემაზე იქნება, მაგრამ სიმართლე სიმართლეა და მას თვალი უნდა გაუსწოროთ. კარგად იყავით.